საროხიზაბავრის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ასფალტის საფარი 2750 მეტრზე დაიგო. პროექტი, რომელიც გასული წლის ნოემბრის თვეში დაიწყო, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაგვიანებით ჩაბარდება. როგორც ტენდერში გამარჯვებული შპს ეფექტის ხელმძღვანელი განმარტავს, სამუშაოები დეკემბერში შეჩერდა. მიზეზად მკაცრი კლიმატური პირობები დასახელდა. შალვა გაგუტაშვილი ირწმუნება, რომ ყინვების დროს ასფალტის დაგება არ შეიძლება, რადგან იგი მწყობრიდან მალევე გამოვა. ობიექტი არის ზევით რო ავდივართ სოფელის სარო იმის დასაწყისიდან. პირობების გამო ცოტა გადავდეთ, იმიტომ ყინვა იყო და ასფალტს ვერ დავაგებდეთ. ამ თვის ბოლომდე გვაქვს დრო, მაგრამ დღეს თითქმის მოურჩით. დარჩა მხოლოდ პარაპეტების დადება. აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 900.000 ლარით დააფინანსა. სამუშაოები 2 კვირის წინ განახლდა. ამ დროისათვის სახიფათო ზონებზე ბეტონის კონსტრუქციების დალაგება მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პროცესში კომპანიის სპეციალისტების გარდა ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართულია. დასაქმებული ვარ სოფლის ხალხის მუშაობთ. პრობლემა არ არის ანაზღაურებაზე, კარგი ხელფასია. დღეში 20 ლარია. საროხიზაბავრის მისასვლელი გზის პროექტის გარდა დასრულდა დაბა ასპინძის 2 ქუჩის პროექტიც, რომელიც სავალი ნაწილის მოასფალტებას ითვალისწინებდა. სამშენებლო სამუშაოები აქაც ЧПС ეფექტმა განახორციელა. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით, თანხები აღნიშნულისთვისაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო. მისი რეაბილიტაცია 256.000 ლარი დაჯდა. ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, დაბა ასპინძის შიდა გზების პროექტიც გასულ წელს დაიწყო და კლიმატური პირობების გამო დასრულება ვერ მოხერხდა. პროექტის ფარგლებში ჭავჭავაძისა და ახალციხელის ქუჩები მოწესრიგდა. არ ვიცით რატომ ძალიან პატარა თანხა იყო და არავინ მოისურვა ამ თანხის გამო თავის შეწუხება ამ 256.000-ის გამო პირველი ტენდერი ჩაგვივარდა, იმიტომ რომ მონაცვლეობა არავინ მიიღო. მხოლოდ მეორე ტენდერზე გამოვლინდა გამარჯვებული ერთმა მიიღო, აი ხიზაბავრის გზას ვინც აკეთებს და მანაც გითხრა რომ იმდენად მცირე პროექტი იყო, აი ის რომ არ მომეგო ხიზაბავრის გზა, ამას შეიძლება არ მიმეღო მონაწილეობა, ნუ მასთან ერთად უკვე რაღაცას ნიშნავსო და ამიტომაც მისი დაწყებაც დაგვიანდა. ასპინძის გამგეობაში აცხადებენ, რომ გზის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც იგეგმება. უკვე გამოყოფილია 500 ლარამდე თანხა საროხიზაბავრის გზის მონაკვეთის გასაგრძელებლად. პროექტზე ამ დროისათვის ტენდერიც ხადდება. ასევე დაგეგმილია დამალის მისასვლელი გზის მშენებლობაც, რისთვისაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 856.000 ლარი გამოყო.